ფულის ნაკადების გაფართოებული კვადრანტი. მოკლე მიმოხილვა. ჩვენი ვერსია აფართოებს რობერტ კიოსაკის თავდაპირველ cash flow კვადრანტს და ამატებს იმ ძირითად ჯგუფებს, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ ფულის მოძრაობაში, ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში. ცენტრში მოთავსებულია საბანკო სისტემა, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ შუამავლად გვევლინება და ერთმანეთთან აკავშირებს დასაქმებულებს, ბიზნესებს, ინვესტორებს, სახელმწიფოსა და სხვადასხვა სოციალურ ტრანსფერების მიმღებებს. უმშევრები პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღებები. პირველი პუნქტი. ამ ჯგუფის წევრები, როგორც წესი, იღებენ ფულს და მათი ძირითადი შემოსავალი არ წარმოიქმნება მიმდინარე დასაქმებიდან ან საკუთარი ბიზნეს საქმიანობიდან. მათი ფულადი შემოსავლის ძირითადი წყაროები შეიძლება იყოს პენსია, უმუშევრობის შემწეობა, სოციალური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა სახის სახელმწიფო დახმარება, ოჯახის წევრების ან საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება. მიღებული ფული საბოლოოდ ისევ ეკონომიკურ სისტემაში ბრუნდება მოხმარების გზით, საკვების, საცხოვრებლის, კომუნალური მომსახურების, ჯანდაცვის, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად დახარჯვის შედეგად. ამრიგად, ადამიანი, რომელიც მოცემულ მომენტში საბაზრო შემოსავალს არ ქმნის, მაინც წარმოადგენს ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვან მონაწილეს. დაქირავებული მუშაკები, დასაქმებული ადამიანი საკუთარ შრომას, დროს და ცხოვრებას ხელფასიან გასამრჯელოზე ცვლის. მისი ფულადი ნაკადის ტიპიური სქემა შეიძლება ასე წარმოადგინოს. შრომა, რომელსაც აწარმოებს დასაქმებული ადამიანი, დამსაქმებელი, რომელიც ამ შრომას ყიდულობს, ხელფასი, რომელსაც იხდის შრომის სანაცვლოდ, დასაქმებული, რომელიც იღებს ხელფასს და მოხმარება ხელფასის მეშვეობით დასაქმებულს შეუძლია ან შეიძინოს რამე მოხმარების განხორციელება, ან დაზოგოს, ან ვალები დაფაროს, ან ინვესტირება განახორციელოს. დასაქმებულები წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად არხს, რომლის საშუალებითაც ბიზნესის შემოსავალი გარდაიქმნება ცალკეული შინამეურნეობების შემოსავლად. მათი შემოსავლის ნაწილი შესაძლოა საბანკო სისტემაში დაბრუნდეს საბანკო დეპოზიტების სახით, სესხების დასაფარად, იპოთეკური გადასახადების სახით, საკრედიტო ბარათების დავალიანების დასაფარად, დანაზოგებისა და ინვესტიციების სახითაც. ამიტომ დასაქმებულები მხოლოდ ფულის მიმღებები არ არიან, ისინი ამ ფულის შემდგომი მიმოქცევის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეებსაც წარმოადგენენ. მესამე პუნქტი. თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებული ადამიანი შუალედურ პოზიციას იკავებს დასაქმებულებსა და ბიზნესის მფლობელებს შორის. მას, როგორც წესი, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა აქვს, თუმცა ხშირად პირადად მის შრომაზეა დამოკიდებული მის მიერ მიღებული შემოსავალი. მაგალითებია ხელოსნები, ფრილანსერები, დამოუკიდებელი პროფესიონალები, ინდივიდუალური კონტრაქტორები. მათი მთავარი მახასიათებელი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს. მფლობელი და მუშაკი ეს ერთი და იგივე ადამიანია. სწორედ ეს განასხვავებს მათ უფრო განვითარებული ბიზნეს სტრუქტურისგან, სადაც მფლობელს შეუძლია მიიღოს შემოსავალი ისე, რომ თავად არ ასრულებდეს ყველა პროდუქტიულ სამუშაოს. ბიზნესის მფლობელები. მეოთხე პუნქტი. ბიზნესის მფლობელები აკონტროლებენ ისეთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კაპიტალს, შრომას, ტექნოლოგიასა და რესურსებს აერთიანებენ საქონლისა და მომსახურების შესაქმნელად. მათი ძირითადი ფულადი ნაკადი შეიძლება ასე გამოიხატოს. კაპიტალი, რომელიც გამოიყენება ბიზნესის შესაქმნელად, საქონელი და მომსახურება, რომელსაც აწარმოებს ბიზნესი, შემოსავალი, რომელსაც იღებს ბიზნესი, ხელფასები, პლუს ხარჯები, პლუს გადასახადები, პლუს ვალის მომსახურება და რაც რჩება, მოგება. ამიტომ ბიზნესის მფლობელები ფულის მოძრაობის სისტემაში
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას იკავებენ, რადგან ბიზნესი იმ შემოსავალს ქმნის, საიდანაც მრავალი სხვა მონაწილე საკუთარ შემოსავალს იღებს. მომგებიან ბიზნესს ასევე შეუძლია, რომ აქტიური შემოსავალი კაპიტალურ შემოსავლად გარდაქმნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიღებული მოგება კვლავ პროდუქტიულ აქტივებში ინვესტირდება. მეხუთე პუნქტი ინვესტორები. ინვესტორები კაპიტალს აბანდებენ იმ მოლოდინით, რომ მომავალში გარკვეულ უკუგებას მიიღებენ. მათი ფული შეიძლება ინვესტირდეს ბიზნესებში, აქციებსა და ობლიგაციებში, უძრავ ქონებაში, საბანკო დეპოზიტებში, საინვესტიციო ფონდებში, სხვა ფინანსურ აქტივებში. შესაბამისი ნაკადი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: კაპიტალი, ინვესტიცია, ეკონომიკური, ფინანსური საქმიანობა, მიღებული უკუგება და კვლავ ინვესტორი. უკუგება შეიძლება მიღებული იყოს პროცენტის, დივიდენდის, კაპიტალური მოგების, ქირის, ბიზნესიდან მიღებული განაწილებული მოგების სახით. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი აუცილებელი არ არის უშუალოდ ქმნიდეს საქონელსა და მომსახურებას. მისი ძირითადი ეკონომიკური ფუნქცია კაპიტალის მიმართვა იმ საქმიანობებისკენ, რომლებიც მისი მოლოდინით მომავალში შემოსავალს ან უკუგებას შექმნის. ინვესტორები შეიძლება იყვნენ პროფესიონალი ინვესტორები ან დამწყები ინვესტორები, რომელთა როლშიც შეიძლება გამოვიდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფლობს ამა თუ იმ კაპიტალს. მეექვსე პუნქტი სახელმწიფო და საჯარო მოხელეები. ეს სექტორი ფულის წრებრუნვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან მექანიზმს ამატებს. სახელმწიფო ფულს ძირითადად აგროვებს გადასახადების, მოსაკრებლების, საბაჟო გადასახადებისა და სხვა სახის ბაჟების, სხვა სახელმწიფო შემოსავლების, ხოლო მრავალ ქვეყანაში აგრეთვე სახელმწიფო სესხებისა და ვალის მეშვეობით. შემდეგ სახელმწიფო ამ რესურსებს ანაწილებს და ხარჯავს. საჯარო სექტორის ხელფასებზე, პენსიებზე, სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე, სახელმწიფო მომსახურებებზე. ამრიგად, შინამეურნეობები და ბიზნესი, რომელთაგანაც გროვდება გადასახადები, სახელმწიფო, სახელმწიფოს ხარჯები და ტრანსფერები და კვლავაც შინამეურნეობები და ბიზნესი. საჯარო მოხელეები ამ თვალსაზრისით არიან დასაქმებულები, რომელთა შემოსავალიც საბოლოოდ საჯარო სექტორიდან მოდის, ხოლო სახელმწიფო თავად მოქმედებს როგორც ეკონომიკური რესურსების მასშტაბური შემგროვებელი და გადამანაწილებელი, აგრეთვე მარეგულირებელიც. საბანკო სისტემა, როგორც ცენტრალური ფინანსური შუამავალი. ამ მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებითი ელემენტია საბანკო სისტემა, რომელიც ცენტრშია მოთავსებული. ბანკები უბრალოდ ფულს არ ინახავენ. ისინი უზრუნველყოფენ და ხელს უწყობენ მრავალი მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადის შექმნას და ან მის არსებობას. დეპოზიტები, დაკრედიტება, ბიზნესი, შინამეურნეობები, ხარჯვა და ინვესტირება, შემოსავალი, დეპოზიტები. ისინი ასევე უზრუნველყოფენ გადახდებს, საკრედიტო რესურსების მიწოდებას, იპოთეკურ სესხებს, ბიზნესის დაფინანსებებს, დანაზოგების განთავსებას, ფულად გადარიცხვებს, ინვესტიციებთან დაკავშირებულ ოპერაციებს და სახელმწიფო ფინანსურ ოპერაციებსაც. ამიტომ, საბანკო სისტემა შეიძლება განვიხილოთ როგორც ფინანსური მიმოქცევის ქსელი, რომლის საშუალებითაც ფული და კრედიტი ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა მონაწილეს შორის მოძრაობს. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ყველა ეკონომიკური ნაკადი კომერციული ბანკების გავლით არ მოძრაობს, მით უმეტეს დღესდღეობით, და საბანკო სისტემა არ წარმოადგენს მთელი ფულის საბოლოო წყაროს. თანამედროვე ფულის შექმნაში მონაწილეობს როგორც ცენტრალური ბანკის მიერ მოჭრილი ფული, ისე კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტების პროცესში, დეპოზიტური ფულის შექმნის პროცესი. საერთო სურათი. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი სცილდება კიოსაკის გამარტივებულ ESBI სტრუქტურას. კიოსაკის თავდაპირველი მოდელი ძირითადად აღწერს იმას, თუ როგორ გამოიმუშავებს ადამიანი ფულს. დასაქმებული, თვითდასაქმებული, ბიზნესის მფლობელი ან ინვესტორი. ჩვენი გაფართოებული მოდელი კი ცდილობს აღწეროს არა მხოლოდ ის, როგორ იღებს ცალკეული ადამიანი ფულს,
არამედ როგორ მოძრაობს ფული მთლიანად ეკონომიკურ სისტემაში. სრული ეკონომიკური სისტემის გამარტივებული სქემა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: წარმოება, შემოსავალი, მოხმარება, დანაზოგი ინვესტირება, ბიზნესის შემოსავალი, ხელფასები და მოგება, გადასახადები, სახელმწიფო ხარჯები და ტრანსფერები, მოხმარება, ინვესტირება, საბანკო სისტემა და კრედიტი და შემდგომი ეკონომიკური საქმიანობა. შემდეგ კი ეს ციკლი მუდმივად მეორდება. მთავარი იდეა: ეკონომიკურ სისტემაში ფულს მუდმივი და უცვლელი მფლობელი არ ჰყავს. ფული მუდმივად გადადის ერთი მონაწილის ხელიდან მეორის ხელში. ერთი ადამიანის ხარჯი მეორე ადამიანის შემოსავალი ხდება. ერთი ადამიანის ხელფასი მეორე ადამიანის ბიზნესის შემოსავალი ან გასავალი ხდება. ერთი ადამიანის დანაზოგი შეიძლება გახდეს მეორე ადამიანის საკრედიტო რესურსის წყარო, ხოლო ერთი სექტორის განაკრეფილი გადასახადები შეიძლება მეორე სექტორის შემოსავლად იქცეს. ამიტომ ჩვენს დიაგრამას მე უბრალოდ ფულის მოძრაობის კვადრანტს კი არა, არამედ ეკონომიკაში ფულის მიუქცევის გამარტივებულ მოდელს უწოდებდი. იგი რეალურ ეკონომიკასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე თავდაპირველი 4 კვადრანტიანი მოდელი, რადგან აღიარებს, რომ დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, ბიზნესი, ინვესტორები, სახელმწიფო სოციალური დახმარებების მიმღებები და საბანკო სისტემა ერთმანეთისგან იზოლირებული კატეგორიები კი არ არიან, არამედ ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული ფინანსური ეკოსისტემის კომპონენტებს წარმოადგენენ და ეს ეკოსისტემა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩვენი მოდელი აღწერს. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კონცეპტუალური შეზღუდვაც. დიაგრამა აღწერს ფულის ნაკადებს, მაშინ როდესაც რეალური ეკონომიკა ეფუძნება ფულადი ნაკადების, კრედიტის, წარმოების, მოხმარების, აქტივების ფლობის, დაბეგვრისა და საქონლისა და მომსახურების შექმნის რთულ ურთიერთქმედებას. ფული თავად არის გაცვლის საშუალება, ხოლო მისი მეშვეობით განხორციელებული ეკონომიკური ღირებულების საფუძველი საბოლოო ჯამში პროდუქტიული საქმიანობიდან და იმ რესურსებიდან, შრომიდან და კაპიტალიდან მოდის, რომლებიც ამ საქმიანობაში გამოიყენება.